ხმაური იყო დღეს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დილიდან ვაჭრობის საშუალება არ მისცეს. Როგორც ისინი ყვებიან, რამდენიმე პოლიციელმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გარემოვაჭრობა თბილისის რამდენიმე უბანში, ძირითადად მეტროს სადროების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გარემოვაჭრეების გამოჩენა რამდენჯერმე გააპროტესტეს ბაზრობის მოვაჭრეებმაც, რომლებიც გარემოვაჭრობის აკრძალვას ან ბაზრობაზე გადასახადების შემცირებას ითხოვენ. გარემოვაჭრობა ამ დროისათვის შეუფერხებლად მიმდინარეობს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბაზრობის მოვაჭრეებმა რამდენიმე კვირის წინ გარემოვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზაწრი გადაკეტეს. ჩამოგვართ ინტერვიუ. აქამდე მერიის ყაჩაღების ზედამხედველობის სამსახური გვჭამდა, გვართმევდა, გვაყაჩაღებდა, გვანადგურებდა. ეხლა ბაზრობის ხალხი აკეზიანებს ამ პოლიციელებს, არ ვიცი ხელფაფულზებს უგროვებენ რა ხდება, ვერ ხვდებით, მარტო დღეს არის ესე და გუშინ არ იყო. ხოდა აალაგეთ, არ წაიღოთ, გვაგინებენ, გლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ბავშვს ჩაი გონდა ცხელი, დუღარი გადმოასხა ბავშვზე. მერე ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაგენა პატრულმა თქვენი დედები და რაღაცები, ეხლა დამალეს, არ არის. აი დგანან გვერდზე, ვიტომ არ იცნობენ, მაგრამ მე აი სამი პატრულის მანქანა დგას, სამივე ნომრი აღებული მაქვს. ისე არ დავტოვებ, ფორმა მაგას არ ეცმევა. ჩვენ გვინდა რომ გაგვიშვან ჩვენ ახალ წლამდე რომ ვივაჭროთ, სანამ ეს წესები მორიგდებით, რაღაცა იქით პრობლემები რომ ბანკები რომ შევიტანო და რაღაცები. ძალიან გქონდ რომ შეგიშვათ აქ ახალ წლამდე.